შესაძლებლობისთვის, რომ ჩვენ შეგვიძლია ვისმინოთ ცოცხალი ღმერთის ცოცხალი სიტყვა, მაცოცხლებელი. ამენ? იცით, იმდენად იშვიათიც იყო ადრე ღმერთის სიტყვის მოსმენა და იმდენად საზარელი იყო ხალხისთვის, როდესაც ღმერთის მაუწყებელი მოდიოდა ამა თუ იმ ადგილზე და იმდენად დიდი პატივი იყო მათთვის, როდესაც ვინმე ღმერთის სიტყვას ამცნობდა, რომ ტაძარში და საკრებულოებში ხალხი ფეხს ედგებოდა, როდესაც ღმერთის სიტყვა გადაიშლებოდა საერთოდ. და კარგია თუ შენ დაუბრუნდები აი ამ საწყისებს და პატივისცემით მიეპყრობი ღმერთის სიტყვას, რომელიც უბრალო ისტორია არ არის და მატიანე. იმ ქრონოლოგიის აღმნიშვნელი და აღმრიცხველი, რომ შენ უბრალო ცოდნა მოგცეს. ეს არის როგორც საკვები შენი სულის, რომელიც ყოველთვის უნდა იყოს მაძღარი და არ უნდა იყოს გამოფიტული. მას ყოველთვის უნდა შიოდეს. სულით ღარიბნიო, ხო გაიგონიათ? შენ მუდმივად უნდა გინდოდეს. აი ერთადერთი რაშიც უნდა ილტოდე, რომ გამდიდრდე, ეს არის ამ სულიერებაში. ჰალელუია. ამიტომ მუდმივად უნდა გქონდეს კავშირი ღმერთის სიტყვასთან, რომლიდანაც მე მინდა ძვირფასებო დღეს გაგიზიაროთ ის გამოცხადება, რაც უფალმა მითხრა და მით უმეტეს ცოტათი გაგრძელებაც იქნება წინა მსახურების, იმიტომ რომ წინა კვირას მე ვიქადაგე იმაზე, რომ უნდა ვიყოთ მოზიარენი მოყვასთან. დღეს მინდა ვილაპარაკო იმაზე, რომ მოყვას უნდა უყვარდეს. მოყვასი უნდა გიყვარდეს. შენ შეგიყვარებს მოყვასი თუ არა, ამას იმდენად მნიშვნელობა არ აქვს. შენ უნდა გიყვარდეს მოყვასი. ამენ. ამიტომ მოყვასის სიყვარულზე მინდა ვილაპარაკო დღეს ვიფასებო. ჰალელუია. ღმერთმა კაცობრიობას მისცა 10 მცნება. და იცით ალბათ ხო ეს 10 მცნება. უთხრა რომ რა უნდა გააკეთო და რა არ უნდა გააკეთო. იმიტომ რომ მარტო რასაც აკეთებ ეს არ არის მნიშვნელოვანი. ასევე მნიშვნელოვანია რა არ უნდა გააკეთო. ამენ. და აქ ნაწილი ძვირფასებო ღმერთს ეკუთვნის ამ ცნებებში და ნაწილი ადამიანს მოყვას. შემდეგ იესომ ეს ყველაფერი, ესე ვთქვათ, ორზე ჩამოიყვანა და მან თქვა, რომ გიყვარდეს შენი ღმერთი ყველაფრით. ამენ, აბსოლუტურად ყველაფრით. და ასევე გიყვარდეს მთელი შენი გულით, მოყვასიც, როგორც შენი თავი. მე მინდა ერთი ძალიან საინტერესო ილუსტრაციით დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი, ესე ვთქვათ, ეს ლექცია. ნახეთ, ზის მათხოვარი ის თავის სახეს ფარავს და წინ აქვს დადებული სარკე და ვინც მიდის მასთან, ამ სარკეში ხედავს თავის თავს. და უფალმა იცით რა თქვა ძვირფასებო, რომ გიყვარდეს არა მხოლოდ მოყვასი, არამედ გიყვარდეს მოყვასი ისე, როგორც შენი თავი გიყვარს. გესმეთ? იმიტომ რომ მოყვასის სიყვარული ადვილი არის, იმ შემთხვევაში თუ თქვა რაღაც ან სარგებელი გაქვს მისგან, ან ელოდები რაიმეს, ან რაღაც ხდება ურთიერთობაში. იმიტომ თუ არ ხდება ის რაც შენ გაწყობს, მაშინ არ გიყვარს. შეიძლება გძულდეს კიდეც. ანუ იმის მიხედვით სიყვარული თუ როგორიც არის. მაგრამ ნახეთ უფალმა დასძინა. ისე უნდა გიყვარდეს, როგორც გიყვარს შენი თავი. ამენ. და ადამიანს უყვარს თავისი თავი. გესმით? არ არსებობს ადამიანი, რომ თავისი თავი არ უყვარდეს. და მე მინდა
სულიწმინდის პოზიციაც გამცნოთ, იმიტომ რომ ღმერთმა 10 მცნებაში ძალიან ბევრი და დიდი რამ მოათავსა ძვირფასებო, ის მარტო 10-ისგან არ შემოიფარგლება. აქ მთელი ცხოვრება მის საკეთილდღეოდ. უფალმა ეს 2-მდე დაიყვანა, იმიტომ რომ ეს 10 ნიშნავს ორ მიმართულებასო, ღმერთისადმი და მოყვასისადმი და ნახეთ, სულიწმინდა პავლე მოციქულის მეშვეობით გალატელებში როგორ კონკრეტულად ესე ვთქვათ, ხაზს უსვამს თუ რას ნიშნავს ეს, მოდით ნახოთ. ვინაიდან მთელ რჯულს ერთი მცნება მოიცავს. მიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. ნახეთ, 10 დაკონკრეტდა 2-ში და ეს 2 უკვე ერთიანდება 1-ში ძვირფასებო. პირდაპირ წერია. სულიწმინდა კონკრეტულად ხაზს უსვამს ვიმეორებ, რომ ერთ მცნებას მოიცავს ეს 10. მისი ერთგვარი ხერხემალია თვითფასებო გესმით, ეს 1, რომ გიყვარდეს მოყვასი შენი და რომ არ ყოფილიყო გაგრძელება ვითარცაო თავი შენი, მაშინ ეს იქნებოდა ჩვეულებრივი რელიგიური, ესე ვთქვათ, აფორიზმი. მაგრამ ისე უნდა გიყვარდეს, როგორც გიყვარს შენი თავი. და მე ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება, რაზეც მინდა ვილაპარაკო დღეს. დაინტერესდი? უთხარი სულიწმინდა მომეხმარე, რომ გავიგო და შევასრულო, რასაც მეტყვი. დიდება უფალს. იცით, თუ შეიყვარებ მოყვას, თლიან რჯულს ასრულებ. 10-ვეს. რა საინტერესოა. ამენ. როგორ გვიადვილებს უფალი, რომ შევასრულოთ მისი სიტყვა და რა თქმა უნდა მისი წმინდა სულის მეშვეობით. ჰალელუია. თუ 9-ს ასრულებ და 1-ს არა. 10-ვეში დამნაშავე ხარ. იაკობი გვეუბნება და გვასწავლის ამას ვიფასებო. ამიტომ თუ გინდა, იცი საერთოდ 10 მცნება? აი, შუაღამეში რომ გაგაღვიძოს ვინმე ძალიან ღრმად ჩაძინებული, ზეპირად უნდა იცოდე 10 მცნება. ამენ? თავი არ მომჭრა რაიონული მასშტაბით. ეს უნდა იცოდე. ჰალელუია. ძვირფასებო, ღმერთის თვითმიზანი არ იყო ადრე სამაგიეროს გადახდა, იმიტომ რომ ალბათ იცით, რომ უფალი ამბობდა, რომ თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ცხვირი ცხვირის წილ და ასე შემდეგ. რასაც გაგიკეთებენ, ზუსტად ეს უნდა გაუკეთესო იმას. ეს ამისთვის არ უთქვამს ღმერთს, რომ სამაგიეროს გადამხდელები გავიზარდოთ და ჩამოყალიბდეთ. ეს იმისთვის, რომ როგორც უფალი ამბობს, თქვენი გულქვეობის გამო. მაგრამ ეს იყო იმისთვის, რომ შიში მოსულიყო და არავისთვის ცუდი არ გაიკეთებინა, იმიტომ რომ პრინციპი გვასწავლა უფალმა ძვირფასებო, რომ ადამიანი რასაც დათესავს, იმას მოიმკის. გებულობთ? ამიტომ უფალმა თქვა პირიქით, იესო გვიხსნის, რომ თუ ერთ ლოყაზე მოგარდღეს, მეორე მიუშვირე, მეორე მხარე მიუშვირე შენი ლოყის. იესოს არ უთქვამს, რომ მოგარდღეს ლოყაზე, შენ ორივე ლოყაზე მიარდღი. არა, მეორე მხარეო მიუშვირე შენი ლოყის. იმიტომ რომ სიტუაცია ძვირფასებო, ანუ შენი რეაქცია იმაზე თუ როგორ გეპყრობიან, არის შენი შინაგანი მეს გაშუქება, როდესაც გეპყრობიან, ამა თუ იმ ხერხით, ეს აშუქებს იმას თუ როგორი და ვინ ხარ შენ. ამით ხდება შენი სულიერი რენტგენის გადაღება, როდესაც ადამიანი ამა თუ იმ ხერხით გეპყრობა. როგორი რეაქცია გაქვს მის დამი. ჰალელუია. უფალი რა თქმა უნდა გვეუბნება ძვირფასებო, რომ კომპრომისზე არ უნდა წახვიდე. უფალი გვასწავლის ძვირფასებო, რომ
პირფერული, მიკერძოებული დამოკიდებულება არ უნდა გქონდეს არავის მიმართ. ამენ. უფალი გვასწავლის, რომ ჭორი არ უნდა გავავრცელოთ. გესმით? როდესაც თქვათ არის რაიმე ეპიდემია, უმნიშვნელოვანესი ატრიბუტიკაა, რომ პირბადე გაიკეთო. ამენ. როდესაც მოდის ჭორის ეპიდემია, პირბადე უნდა აიკრა. ჰალელუია. რომ შენ არ გაავრცელო ეს. შენ არ მიიღო და იყო დაცული და პირიქით არ გაავრცელო. იცით, არ უნდა მოიძულო, ასევე უფალი გვასწავლის ვინმე იმის გამო რომ შესწოდა შენს მიმართ. შესაყვარებელ საქმეს შენ აკეთებ მოყვასისთვის? ვინმე რო გძულს. შენ თვითონ აკეთებ ისეთ საქმეს, რომ უყვარდე ყველას? ფიქრობ? თუ არ იცი რა თქვა? თუ ვინმე ცუდი გაგიკეთა, უფალი რას გვასწავლის, იცით? მიხვიდე უნდა დაამხილო, თავმდაბლური და ძმური სიყვარულით. სხვასთან კი არ უნდა ამხილო. ძალიან ბევრს, ესე ვთქვათ, პირუკუ ეყურება ეს. ცუდად მოიქცა ვიღაც, ფაქტია რომ შეიძლება მართლა ცუდად მოიქცა და სხვასთან ამხელენ მას. იცი ამან ესე გამიკეთა, იცი ეს როგორ მომექცა? ამიტომ უფალი გვეუბნება, რომ თავად უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი ძვირფასებო. ნახეთ, არ უნდა გახდეთ ცოდვის თანამონაწილე თუ არ ამხელ ცოდვაში ადამიანს. ასევე ის გვეუბნება, რომ შური არ იძიო და ბოღმა არ ჩაიდო შენს გულში. მოდით ნახოთ ლევიტელების 19 თავი. შენი მოძმე გულში არ გძულდეს. ამხილა შენი მოყვასი. და შენზე არ იქნება მისი ცოდვა. გესმეთ? თუ არ ამხელ, თანამონაწილე ხარ ამ ცოდვის. მან გაგიკეთა ცუდი, ის მოგექცა არასწორად, ცოდვა ჩაიდინა და არ ამხელ მას. თანამონაწილე ხარ ამ ცოდვის. ამენ? შემდეგ, შური არ იძიო და ბოღმას ნუ ჩაიდეფო შენი თვისტომის მიმართ. იყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი შენი, მე ვარ უფალი, ამბობს ღმერთი. გესმით? წაიკითხეთ რამოდენიმე მუხლი ამ ადგილის ზემოთაც და ქვემოთაც შემდეგ. კარგად და ძალიან ყურადღებით. ასევე ის გვეუბნება, რომ მოყვასის არაფერი არ უნდა შეგშურდეს და არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ მის წინაშე. ცნებაში წერია, ცრუ მოწმედ არ გამოხვიდე და ასევე მოყვასის არაფერი არ ისურვო და არ ინდომო. ამენ? აი იმას რომ აქვს მეც მინდა და ასე შემდეგ. ბიბლია გვეუბნება ძვირფასებო, რომ წეულია მოყვასის საზღურის გადამწევით და დამხვევი. რჯულის 27:17-ში. მე მინდა რამოდენიმე ადგილი გაჩვენოთ და ცოტათი გელაპარაკოთ იმაზე, რომ კარგად გავიგოთ, რას ნიშნავს მოყვასის სიყვარული. ნახოთ შემდეგი ადგილი, რჯულის 27:17. წეულიც იყოს თავისი მოყვასის საზღურის გადამწევი და მეუღერთელიერი და იტყვის ამენ. გადაგიწიოს სხვამ და კონდეს მცდელობა. ეს მისი პრობლემაა და წეულება შენ არ გადაწიო. ამენ? ეს არის მნიშვნელოვანი გაფრთხილება ძვირფასებო. ასევე უფალი გვაფრთხილებს, რომ ვინც გენდობა არ უღალატო. ამენ? არ უღალატო იმას, ვინც განსაკუთრებით არის ამ მნიშვნელოვან პოზიციაში შენ და მის გენდობა.
არ არის მტკივნეული, ურთიერთობა თუ არ არის და მით უმეტეს ნდობა საიდან იქნება, რომ იქ ღალატი მოხდეს. ხორცის თვისება ღალატი ძვირფასებო, მაგრამ ნახეთ, ნდობა არსებობს და ღალატობს. მტკივნეულია. მესამე თავის 29 მუხლი ვნახოთ იგავების. განიზრახავ ბოროტებას შენი მოყვასისთვის, როცა დამდობილად ცხოვრობს იგი შენს გვერდით. ამენ. არ განიზრახო ბოროტება, ვინც გენდობა. ჰალელუია. ნდობა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ადამიანის ცხოვრებაში. უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ადამიანის ცხოვრების ვიფასნო. მე ერთხელ ვიქადაგე ნდობაზე თუ გახსოვთ. და კარგია ალბათ ისევ დაუბრუნდები და გავიმეორებ მას. ერთი კარგი გამონათქვამი მინდა ვნახოთ. ყველაზე ღირსეულია ის ერთგულება, რომელიც ვლინდება სიზნელის დროს. და ყველაზე უღირსი ღალატია ის ღალატი, რომელიც ვლინდება ნდობის დროს. ყველაზე ღირსეულია ერთგულება, რომელიც ვლინდება სიზნელის დროს. აი პრობლემის დროს, რომ მაინც ერთგულად არის შენთან ის, ვისაც ენდობი. ამაზე დიდი ღირსება არ არსებობს მართლა. მაგრამ ყველაზე დიდი უღირსობა ღალატი ამ ნდობის დროს. და რამდენია ჩვენ ცხოვრება ესეთი მომენტებიც ვიფასებო. მაგრამ შენ გელაპარაკება უფლის სული, შენ სიტყვაში, შენ და მიმოძღვნილში და მოწერილში, რომ შენ არ გაუცრო ნდობა არავის. დიდება უფალს. ასევე უფალი გვეუბნება ძვირფასებო, იგავში არის რამოდენიმე ადგილი, ახლა აღარ წაგიკითხავთ. 14:21-ში რომ მოყვასის სიძულვილი არის ცოდვა. ასევე 17:5-ში არ უნდა გიხაროდეს მოყვასის უბედურება, იმიტომ სასჯელი ერის ესეც. ასევე ფსალმუნის 101 თავში წერია, მეგობრებო, რომ თავისი მოყვასის ფარულად ცილის მწამებელს მოусპოფო. მოყვასის ფარულად ცილის მწამებელს. ბიბლიაში უამრავი მაგალითია მოყვასისადმი მოპყრობაზე. ძალიან ბევრი. და თუ გახსნის სულიერ თვალს დაინახავ იმას, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გეპყრობა მოყვასი, შენ უნდა მოიქცე ბიბლიის ამებრ. მიუხედავად იმისა, თუ როგორ გეპყრობიან, ვისაც ენდობი, შენ არ უნდა შეცვალო პოზიცია და უნდა მოიქცე ბიბლიის ამებრ. შენ მაინც ბიბლიის ამებრ უნდა იქცეოდე, იმიტომ რომ ამისთვისაც უშვებს უფალი ამ ყველაფერს. ამენ. არ გამოსცადო უფალი ასევე იმ იმედით, რომ ვიღაცას ცუდად მოეპყრობი და ეტყვი, შენ მოყვას ხო იცი როგორ უნდა ეპყრობოდე. ძალიან ბევრი თამაშობს ვიფასებო. და მნიშვნელოვანია რომ არ გამოსცადო. ძალიან პრიმიტიულად რომ თქვათ რა, ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენე, ესე ვთქვათ, მოვარტყი ლოყაზე და ეუბნები, ხო გეუბნება უფალი, მომიშვირე მეორე ლოყა. გასმენთ? მეტაფორულად ძალიან ბევრი ცუდად იქცევა. ბიბლია გვასწავლის, რომ გვიყვარდეს მოყვასი, ამენ. და ასევე ჩესტერ სოსა აქვს ნათქვამი ძვირფასებო. ბიბლია გვასწავლის, რომ გვიყვარდეს მოყვასნი და ასევე ის გვასწავლის, რომ გვიყვარდეს მტრები და ეს იქნება იმიტომ, რომ ძირითადად ეს ერთი და იგივე კატეგორიაო ხალხის. ხო გვეუბნება ბიბლია გიყვარდეს მოყვასი, ასევე გვეუბნება მტერი. და ერთი და იგივე ხალხიაო და ალბათ იმიტომ და ესე არის მართლა. ამენ.
შეიძლება დღეს ვიღაც იყოს შენი მოყვასი და ხვალ მტერი გახდეს და უფალს ცოტა სხვანაირი პოზიცია აქვს ამასთან მიმართებაში. ამენ. რატომ უნდა ვიყოთ კეთილგანწყობილი მოყვასის მიმართ? იცი, ჩვენ გვინდა ძვირფასებო რომ ჩვენ და მე იყვნენ კეთილგანწყობილი ხალხი. ეგრეა? ხო გინდა? მე რატომ მეუბნება უფალი რომ ვიყო კეთილგანწყობილი მოყვასის მიმართ? მით უმეტეს, როდესაც არ მეკცევა ისე, არ მეპყრობა ისე, როგორც სიამოვნებს. რა აქვს უფალს ამაში? მნიშვნელოვანი. ესე ვთქვათ, ჩამალული. რა უნდა ღმერთს რომ მე აღმოვაჩინო ამაში? იმიტომ რომ ხო დასაწყისში ესე გავშიფრეთ არა? ეს 10 ესე ვთქვათ ერთდება ერთში. ის არის ხერხემალი, რომ გიყვარდეს მოყვასი. მოდი ვნახოთ ერთი ძალიან კარგი ადგილი, რომელიც აი ამ ესე ვთქვათ ქარაგმის ერთი მხარეა. ამენ? ერთი მნიშვნელოვანი მხარე, როგორც მონეტის. ამიტომ განიშორეთ სიცრუე და თითოეულმა ჭეშმარიტება ელაპარაკოს თავის მოყვას, ვინაიდან ერთი მეორის ნაწილები ვართ. ძვირფასებო, ნახეთ, რა კარგი განმარტება აქვს უფალს. რატომ უნდა მიყვარდეს მოყვასი? იმიტომ რომ ის ჩემი ნაწილია. იმიტომ რომ ეკლესიაში ერთნი ვარ და როდესაც მე მას ცუდად ვეპყრობი, გამოდის რომ ჩემს თავს ვეპყრობი ცუდად. მიხდით? ეს მუხლი ვფიქრობ აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ მართლა შევიყვარო მოყვასი. იმიტომ რომ, იცი, ეს იგივეა შენ სხეულში ორგანოებმა ერთმანეთს რომ დაუწყოს, გამიშვი დამაკავე, ესე ვთქვათ. ჩხუბი და ბრძოლა. ისინი არ ეკამათებიან ერთმანეთს, ისინი ემსახურებიან ერთმანეთს. ამენ. მიუხედავად იმისა, თუ რომელიმე ორგანო ავად ხდება, რაც იმ წამსვე აისახება სხვა დანარჩენ ორგანოებზე. ესმეთ, რა ხდება ძვირფასებო? ის მხარს უჭერს. ამენ. მასაც ტკივა და ბრძოლობს იმისთვის, რომ მოვიდეს განკურნება და განთავისუფლება. ამენ. ერთი მეორის ნაწილები ვართ, შემადგენელი ვართ, ერთი და იგივე ვართ. შენს თავს გაუკეთებ ცუდს, უბოროტებ შენს თავს. რა თქმა უნდა არა. აი, როგორ გვიხსნის უფალი და როგორ მსგავსებას აკეთებს, რომ კარგად დავინახოთ და ჩავსწვდეთ ძვირფასებო. იმიტომ რომ როცა ამას მიხვდები, მაშინ გაგეხსნება, აგეხილება სულიერი თვალი, რომ მოყვასისადმი ცუდი საქციელი არის მავნებლობა შენი თავისადმი, საზიანო და დამღუპველი და კარგი მიპყრობა მოყვასისადმი. ეს არის აბსოლუტურად სასარგებლო, მომგებიანი და სასიცოცხლო. ამენ. ესე შემთხვევაში უკვე მართალი ადამიანი, როგორც გვეუბნება მე-12 თავი, იგავი ძვირფასებო მოყვას დააკვალიანებს. როდესაც შენ იცი რას ნიშნავს, კარგი მიპყრობა მოყვალისისადმი, შენ მხარს უჭერ, შენ აკვალიანებ მას და ეუბნები თუ როგორ უნდა მოიქცეს, ეუბნები შენს გვერდით ვარ და მხარს გიჭერ ყველაფერში. ამენ. იცით, რომაელების მე-15 თავში, მეორე მუხლში არის ძალიან კარგი მოწოდება ძვირფასებო და მინდა დავიმახსოვრო. დავიმახსოვროთ, რომ ცოტა სხვა თარგმანით წავიკითხავთ. აქ წერია რომ ყოველი ჩვენთაგანი უნდა აამებდეს თავის მოყვას სასიკეთოდ, ასაშენებლად, წმენაში გასაძლიერებლად. და ნახეთ, მართალი ანგარიშს გაუწევს მოყვას იმაში, თუ რა სიამოვნებს მას. მე ვიცი შენ რა სიამოვნებს, რა მოგწონს და მე ყოველთვის მახსოვს, რომ შენ გასიამოვნო, რომ შენ წმენაში წინ წაიწიო. მხარს გიჭერ, ამენ, სასიკეთოდ წმენაში.
მე იცი უფალმა იცის ყოველის გემოვნება, როდესაც მას გამზადებული აქვს სავანე ზეცაში ძვირფასებო. ყოველი შევა ისეთ სახლში, რომელიც არის მისი ესე ვთქვათ ოცნების პროექტი. ჰალელუია! აი ვერც კი წარმოიდგენ. აი ზუსტად ესევე, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთმანეთის ესე ვთქვათ გემოვნება. და იცი მე ვეცდები შენს სასიკეთოდ რწმენაში რო გაიზარდო, რაც მოგწოვს ის და იმაში გასიამოვნო. რატომ? იმიტომ რომ მე ვიცი, მოყვასისადმი თუ ცუდი მიპყრობა, ჩემთვის აზიანოა, კარგი მიპყრობა არის სასიკეთო. ამენ. ეს ორი უმნიშვნელოვანესი ესე ვთქვათ ნაწილი მონეტის ვიფასებო. ჰალელუია. ნახეთ, რა არის აქედან გამომდინარე დასკვნითი პრინციპი? რომ თუ მოყვასი არ გიყვარს, ძალიან ბევრი მიზეზის გამო. ყოველად არ შეიძლება რომ არ გიყვარდეს. თუ მოყვასი არ გიყვარს, ესე იგი არ გიყვარს ღმერთი. თუ მოყვასი არ გიყვარს, არ გიყვარს ღმერთი. თუ მოყვასი არ გიყვარს, არ გიყვარს ღმერთი. გავიგონეთ ყველა. გავიგონეთ ყველა. თუ მოყვასი არ გიყვარს. უამრავი მიზეზია რომ არ გიყვარდეს და ღმერთმა იცის რომ არ გიყვარს და შეიძლება ბევრი ვინმე და კონკრეტულად გიხსნის უფალი რომ იმიტომ რომ ღმერთი არ გიყვარს. თუ იტყვი რომ არა მიყვარს ღმერთი, არ გიყვარს ღმერთი თუ გიყვარს ღმერთი. რაფერაა საქმე? თუ არა სწორად ჩაფიქრდით სხვათა შორის. მაგრამ იცი ღმერთი რას ამბობს? თუ ეს მუხლი იცით, მაშინ ძალიან სწორად ჩაფიქრდით. თუ ეს მუხლი არ იცი, რომელსაც წავიკითხავ, მაშინ მართლა ესეა. იმიტომ რომ ღმერთი ამბობს, მე რომელსაც ვერ მხედავ და მეუბნები. ღმერთო მიყვარ ხარ? მაგრამ ვისაც ხედავ და ის არ გიყვარს, მათ ყواره ხარო. არის მის რაღაც თქვენი ხმა. არის მის თქვენი ხმა. ეუბნები ღმერთს მიყვარ ხარ. იცი, ეს არ გამოიხატე იმაში რომ ეხლა მე ჩამოვიარო 10-თაოდ, ამ 50 კაცს, ავიცი გავიდე 1000-ობით ხალხს უთხრა მიყვარ ხართ მოყვასო და მე უთხრა ღმერთო ნახე რაფერ მიყვარ ხარ. ვისატყუებ. გესმენთ? უთხრა შენს გვერდით ვინ ძის? ვისატყუებ. მოყვასისადმი სიყვარული არის უხილავი ღმერთისადმი სიყვარულის მკაფიო დემონსტრირება. მოყვასისადმი სიყვარული არის ხილული, რომელსაც ხედავ, ეხები. არის უხილავი ღმერთისადმი სიყვარული. ეს არის აბსოლუტურად პირდაპირ პროპორციული ძვირფასება. ჰალელუია! რა უნდა გავაკეთოთ? იან ჰუსს აქვს ძალიან კარგი გამონათქვამი, უძლიერეს და უდიდეს რეფორმატორს ძვირფასება, რომელიც დაწვეს სლაურად ჰუსი ნიშნავს გუს სიტყვიდან, აქედან არის წამოსული. ბატი, ხო? მე მწვავთო, მაგრამ ჩემს შემდეგ ვინც მოვაო და შემდეგ უკვე დაიწყო დიდი რეფორმაციები. ლუთერიც მოვიდა მერე. რომ დადგეს, მოდით ნახოთ. რომ დადგეს მოყვასთან მშვიდობა, ადამიანმა ჯერ უნდა დაამყაროს მშვიდობა ღმერთთან და ასევე თავის თავთან. ამენ. მოყვასთან მშვიდობას აუცილებლად წინ უნდა უსწრებდეს ღმერთთან მშვიდობა და თავის თავთანაც.
იესომ აგვიხსნა, რომ ვისაც უყვარ ხარ, იმის შეყვარება ადვილია. ასე იქცევა ფარისევლებიც, უпростоრად მებაჟეები და ცოდვილები. მებაჟეებს და ცოდვილებს უყვართ თავისი მოყვასი. და ეს არ არის გმირობა, თუ მოყვასი გიყვარს. ამენ? სამარიტელის იგავი, ეს არის, ესე ვთქვათ, კვინტესენცია. ძალიან ნათელი განმარტება უფლის მიერ. ძვირფასებო, თუ რას ნიშნავს და ვინ არის მოყვასი, რა თქმა უნდა. თავარი მოყვასი უფლის მიმდევრისთვის და მოსწავლისთვის არის, ვინც პირველ რიგში წმენით მისიანია. ამენ? ამიტომ, ნახეთ სურათის ვნახოთ ძვირფასებო, ძალიან საინტერესო. იცით ხო ეს ისტორია ახლა ბევრი დრო რო არ წაიღოს ამან. უდელმა ჩაიარა იერიხოს გზაზე, შემდეგ ლევიანმა და მიატოვეს გაძარცული ნაცემი ნატანჯი პიროვნება. უდელი, რომელიც კათედრიდან ქადაგებს სიკეთეს და მოყვასის სიყვარულს, ფაქტს გადააბიჯა ფეხი და ჩაიარა. ლევიტელი მსახური, ვისაც გონია, რომ რაღაცას წარმოადგენს უფალში. ვისაც შეიძლება რაღაც პოზიცია უკავია. უნდა რომ დიდი იყოს. გაიარა. და ვინ ჩამოიარა ძვირფასებო? სამარიტელმა. გესმენთ? შეჩერდა და ესე ვთქვათ, მიხედა ადამიანს. დაეხმარა ამ ადამიანს. ამიტომ ხალხს ჭკუას კი მოასწავლე, დაეხმარე. სიყვარული მხოლოდ თეორია კი არ არის, პრაქტიკა. სიყვარული არ არის გრძნობები. დედის დღეს სამმარს ულოცავ, ან მანდილოსნებს ულოცავ და მე მთელი დანარჩენი დღეები კატათაგვივით ჭამენ ერთმანეთს. ეს არ არის ძვირფასებო. ეს არ არის სიყვარული. ამენ? უფალს უნდა რომ პრაქტიკულები ვიყოთ. ვინ არის სამარიტელი? ებრაელებს ეზიზღებოდათ სამარიტელი. და ალბათ როდესაც გამოჩნდა ეს სამარიტელი, ესენი როგორ იყვნენ, იცი, არც ერთს იმას მიეკუთვნებოდნენ, არც მეორეს, არც მესამეს, არც რელიგიურს, არც სამოქალაქო და ასე შემდეგ. და მუდმივად მათ შორის იყო, ესე ვთქვათ, ქიშპობა. და იფიქრა, იმიტომ რომ როდესაც დაინახა ამ ადამიანმა მღვდელი მოდიოდა, იფიქრა მეშველა. ეს სიტუაციაა დღეს ძვირფასებო. რაღაცისთვის დღეს, ესე ვთქვათ, მღვდლები ქადაგებენ, მაგრამ პრაქტიკულად არავის არ უდგანან გვერდში, პირიქით, მათგან ითხოვენ რაღაცას. და რა მოლოდინით გაუსწორდა ამ საწყალს და ჩაიარა. არ მომაწინო უთხრა, მე საქადაგებლად მივიჩქარი. ხალხს უნდა ვასწავლო, დავმოძღვრო. და ვისგანაც არ ელოდა, ის შეჩერდა. აი რას ნიშნავს მოყვასის სიყვარული, ისე როგორც თავი. იმას უყვარდა მოყვასი, მაგრამ მხოლოდ მოყვასი უყვარდა. ისეთი მოყვასი, რომელიც მას რაღაცას მისცემდა და მის ავტორიტეტს წამოწევდა. პატივს მიაგებდა. ესეთები უყვართ. ამენ, მაგრამ ისეთი მოყვასი არა, რომლისთვისაც თვითონ უნდა დახარჯულიყო. გესმენთ? რა საინტერესოა? რა მნიშვნელობა არის ძვირფასებო? აი ამ, ესე ვთქვათ, იგავს ჩვენთვის. არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ ვისთვის ხარ სამარიტელი. ამენ? ვინ იყო სამარიტელი? ვინც ზულდათ, ეზიზღებოდათ
ვისაც ამცირებდნენ, არაფრად არ თვლიდნენ. სწორედ ამ პოზიციაში ზოგჯერ გვამყოფებს ღმერთი, რომ ვეზიზღებით, არაფრად არ გთვლიან, არ გვაფასებენ, ნოლი ვართ მათთვის. ნახვეტი, ნაგავი, გესმით? მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ხალხისთვის ვინ ვართ? ღმერთისთვის ვინ ხარ? ამიტომ ღმერთს შენი იმედი აქვს. ამენ? რომელი იქნები ამ რიგში? მღვდელი, ლევიანი თუ სამარიელი? ამენ? რომელი ხარ? ის ვინც უყვართ და ვინც უნდა დააფასო? მე რო გავივლი, ფეხზე უნდა წამოდგე, კაცო. მითხრა მობრძანდი, აგერ გადმობრძანდი. გესმით? რო შემოვალ, ფეხზე უნდა ადგე. პატივი უნდა მომაგო. პირუტყმა იცის ეს. რო შედიხარ მასთან, ფეხზე დგება. ამიტომ შენ რატო არ დგები? ის დგება ფეხზე, იმიტომ რომ ნამუნამუს იმედი აქვს მოუტანს პატრონი. ან წყალს დაალევინებს. თუ რომელი ხარ, ვისაც არაფრად არ აგდებენ. რამდენი შანსი აქვს ადამიანს, რომ სწორად მოიქცეს. მაგრამ სწორედ ის გამოიყენა ღმერთმა, რომელიც არაფერი არ იყო. და გვიხაროდეს უნდა თუ არაფრად არ გაგდებენ. ღმერთს შენი იმედი აქვს და უნდა რომ იყო მისი ანარეკლი. ამენ? რომ იყო ის, რასაც ელოდება უფალი შენსგან. დიდება მას. ამენ? რომ დამტკიცო. გიყვარს თუ არა მოყვასი. მე არ დამავიწყდება ძვირფასებო, როდესაც ვსწავლობდი, ძალიან კარგ კონფერენციაზე ვიყავი და იქ ასწავლიდა ტიელ ოსბორნი, უძლიერესი მამაკაცი ღმერთის. და მან მოყვა, რომ უკვე ესე ვთქვათ სახელგანთქმულიც იყო. რომ ჩავიარეო და ერთი ქალი ეგდო, ესეო. ჩასველებული, ყარდა და სულიწმიდამ გამაჩერაო. და მითხრა, იცი რა განსხვავება შენსა და მას შორის, იმიტომ რომ მე კარგად გამოწყებილი, გამოწყობილი ძვირფას სამოსში. ეს დაძონძილი. და უფალმა მითხრა, სულიწმიდაო განსხვავება შენსა და მას შორის. ისიც მიიღებს სულიწმიდას და იქნება შენნაირი. გესმით? აი რა არის მოყვასი სიყვარული ძვირფასნო? ჰალელუია! შენ გიყვარს ღმერთი? აღარ იცრუო, როდესაც ამას ამჟღავნებ. არაფერს არ ნიშნავს დეკლარირება იმისი, რომ ღმერთის მოყვარული ხარ. და იმისი კიდე დასცენენ, რომ ღმერთო, მადლობა რომ შენაც გიყვარს ჩემი თავი, როგორიც ვარ. და რაც არ უნდა ვაკეთო, მაინც გიყვარს. არ არის ეგრე ძვირფასნო. არაფერი არ წერია მღვდელზე და სამარიელზე. ლევიანზე უпростоრად, მაგრამ სამარიელზე წერია და გაკვეთილი არის ჩვენთვის. ჰალელუია! ღმერთს აქვს იმედი და გელოდება. და რატომ უნდა უყვარდე ღმერთს? ღმერთს იმიტომ უყვარ ხარ, რომ შენ გიყვარს მოყვასი. ღმერთს იმიტომ უყვარ ხარ, რომ შენ გიყვარს მოყვასი. ღმერთს იმიტომ შეიძლება შეუყვარდე, გინდა უყვარდე ღმერთს. გადახედე ურთიერთობებს, არა მასთან. იმიტომ ეს ადვილია, იმიტომ ეს ვერ ხედავ. ვისაც ხედავ იმასთან, როგორი მოზიარეობა გაქვს. როგორ წინა კვირას ვილაპარაკეთ. როგორ გიყვარს. ჰალელუია. ამიტომ ის გვეუბნება რა ზვირფასებო. ვიდრე მსხვერპლს მოიტან, მიატოვე
ჯერ მოყვასთან აღადგინე ურთიერთობა, შეურიგდი და მერე მომიტანეო. ამენ. რა შეჭირდება უფალ შენი მსხვერპლი? მან მოგცა ყველაფერი. ვერ გააოცებ ვერაფრით. და რითაც შეგიძლია გააოცო უფალი და გააკვირვო. რომ თქვას, ვაუ! მოდი თქვი, ვაუ! მაგი გაღვიძებულის ვაუა. აი მხნე, ვაუ! ცოტათი უკეთესია, უფრო კარგად. ნუ ჯობდა იმას. ივარჯიშეთ მერე. გინდა ღმერთმა შენზე თქვას, ვაუ! შეიყვარე მოყვასი. ამენ. შეიყვარე მოყვასი. ჰალელუია. გააქვს კი უფლება რომ არ გიყვარდეს თუ ღმერთმა ბრძანა. როგორ შეიძლება გამოყო ეს მიყვარს ეს არა. მოიმკი რასაც თესავ. გესმის? აი ზუსტად იმასვე მოიმკი რასაც თესავ. ამიტომ თესვა დაიწყე. ჰალელუია. არავინ არ ვიცით ხვალ რა გველოდება. გიყვარდეს. დიდება უფალს ვიფასებო. ღებულობთ რამეს? კარგით. ამიტომ რო გეთქვათ არა თავიდან უნდა დამეწყო და მაშინ ნელ-ნელა დავასრულებ ახლა. ვის უნდა კონდეს ბანკის ვალი? აწიოს ხელი. გინდათ ვალი გქონდეთ? მართლა? ბიბლია საუბრობს ძვირფასებო ერთადერთ ვალზე, რომელიც ძალიან კარგია. და მე მინდა პატარა ცოტა ღრმად დაგანახოთ ეს მუხლი, იმიტომ რომ უფრო ზედაპირულად ვიცოდით ხოლმე. მაგრამ ცოტა სხვანაირად გამიხსნა უფალმა. მოდით ნახოთ ეს ადგილი რომაელებში. არავისი არაფერი დაგიდოთ ვალად, გარდა ერთი მეორე სიყვარულისა, ვინაიდან სხვისი მოყვარული ასრულებს რჯულს. ამენ. აი რას ნიშნავს ეს ვიფასებო? აი ვიღაცას რაღაც მიეცი არ გიბრუნებს. როგორი მდგომარეობა? კარგია? შენ უბრუნებ. მაგრამ იცი, უფრო საშინელება რო არ გიბრუნებს. და ნახე ღმერთი რას ამბობს. კარგად მომისმინე. ვიღაცა შეიყვარე და არ გიბრუნებს. რა კარგია ეს ვალი. ამენ. ვიღაცას კარგად მოეკეცი და არ გიბრუნებს. ვალი აქვს შენ დამი და რა მაგარი მდგომარეობა. გებულობთ? როგორ? ეს არ იყო კარგად ვერ გაიგეთ ფიქრო. აი აკეთებს გიყვარს მოყვასი ნებისმიერ მდგომარეობაში შენ სწორად იქცევი და არ გიბრუნებენ. შეწყვიტო უნდა? კიდე უნდა გასცე. და ნახე რამდენი მერე დაგახვავდება თავზე ყველაფერი ერთად. ამენ. ვაუ! დიდება უფალს. რა მაგარია ჩვენი უფალი. ამენ. ეს ტაში ვაუს არ ნიშნავდა. ეს იყო უი. ვაუს ტაში იყო ეს? ჰალელუია. აკეთე, სიკეთე. და იყოს თუნდაც ბევრი შენი მოვალე. ღმერთმა იცის დრო და ეს ყველაფერი შემოტრიალდება შენსკენ. აი ეს ვალი გქონდეს დიდება უფალს. ამენ. გავიგეთ ცოტა სხვანაირად ეს მუხლი. მე ესე გავიგე, არ ვიცი თქვენ როგორ. ხათრისთვის დაუკარით ტაში თუ გაიგეთ. მაშინ შეასრულეთ. ნახოთ ვიფასებო რომაელთა 8:28. ჩვენ კი ვიცით რომ ღვთის მოყვარულებს მისი განზრახვით მოწოდებულებს ყოველივე სასიკეთოდ ეწევა. იცით როგორი დამაიდებელი და სასიამოვნო სიტყვებია რომ დედა რა კარგია ყოველივე სასიკეთოდ მეწევა. ამიტომ რომ ღმერთი მეუბნება რომ ვუყვარ ვარ და მართლა
ნეტარებაა რა. მაგრამ აქ არის ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი, რომელზეც მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. ამიტომ რომ რატომ არ მეწია სასიკეთოდ რაღაცები კაცო? შეიძლება ზოგჯერ პირიქით საბოროტოდ მეწია. რა შეა საქმე? ნეტა. ნახეთ, ისევ ამ მუხშია პასუხი ძვირფასებო. მისი განზრახვით მოწოდებულებს. რისთვის მოგიწოდა უფალმა? თუ ამას არ ასრულებ, მაშინ ვერ ამოქმედდება ეს მუხლი შენთვის. ამენ? თუ რისთვისაც მოგიწოდა უფალმა, იმის შესრულებას დაიწყებ, ყველაფერი სასიკეთოდ გეწევა. რისთვის მოგიწოდა? რომ გიყვარდეს მოყვასი. ამენ ძვირფასებო, შეიყვარე მოყვასი და კიდე ბევრი რამ გააკეთე, რისთვისაც მოგიწოდა უფალმა და ყველაფერი აბსოლუტურად სასიკეთოდ გეწევა. ამენ. შეიძლება ვიღაცა რაღაც ბოროტებას განისახავს შენდამი, მაგრამ გზაში შეიცვლება ეს ყველაფერი. იმიტომ რომ შენ ასრულებ მოწოდებას ღმერთისგან და ეს სასიკეთოდ შემოგიტრიალდება. ამენ. ის საბოროტოდ გამოუშვებს, შენ სასიკეთოდ მიიღებ. ესეთი არის ღმერთის პრინციპის ძვირფასებო. ჰალელუია. ამიტომ უნდა მივაქციოთ ამას უმნიშვნელოვანესი ყურადღება. როდესაც რაღაცები ხდება ჩვენს ცხოვრებაში, განსასწელებში რო ვარდებით, უმნიშვნელოვანესია გამოცდა ძვირფასებო. არ შეგაშინოთ. ეს არის იმისთვის, რომ ღმერთმა სასწაული მოიმოქმედოს ჩვენს ცხოვრებაში. იაკობი 1:12. ნახეთ, ნეტარია კაცი, რომელიც გაუძლებს განსაცდელს, რადგან დრაკი გამოიცდება, მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, რომელიც თავის მოყვარულებს აღუთქვა ღმერთმა. ამენ. რომელიც თავის მოყვარულებს აღუთქვა ღმერთმა. გესმით? ხარ ღმერთის მოყვარული? თუ გიყვარს ღმერთი, მაშინ უნდა გიყვარდეს მოყვასი. ამენ. ამენ ძვირფასებო. ჰალელუია. როგორ უნდა გიყვარდეს? აი როგორც პავლე მოციქული რომაელებში ამბობდა, უნდა ვიცოდე მისი გემოვნება და ვეცდებოდე, რომ სიამოვნება მივანიჭო, ფიქრობდე უნდა. რა მნიშვნელოვანი თესლია ძვირფასებო. შეიძლება შენი თავისთვის არ გცალია, მაგრამ თუ ამას აკეთებ, უფალე ყველაფერს სასიკეთოდ შემოგიტრიალებს. ამენ. გესმით? უმნიშვნელოვანესია. ჰალელუია. სიცოცხლის გვირგვინი ვის უნდა? მისმენთ მან. რა ხდება? აქ ხართ? სიცოცხლის გვირგვინი გინდა? ჰალელუია. აქაც კურთხევა და იქ სიცოცხლის გვირგვინი. ეს უფალს მისი მოყვარულისთვის აქვს. არა იმისთვის, ვინც ეუბნება მიყვარხარ, ვისაც ვერ ხედავს და ვისაც ხედავს. ის არ უყვარს. არამედ ვისაც უყვარს და ვინც იქცევა სწორად, იმიტომ რომ ეს გამოცდები ძვირფასებო ჩვენ გვაძლიერებს. გესმით? მოყვასის სიყვარული რას ნიშნავს? თუ ვინმე მდიდარია, აგერ მობრძანდი, რაღაც კარგი სამოსი გაცხრია და შენ რაღაცას გამინაწილებ და ვინც ესე არა, შენ იგერ სადღაც კუთხეში დადექი და თუ რამე გაგვახსენდები, ესე კი არა ძვირფასებო. ნებისმიერი. როგორ უნდა გიყვარდეს მოყვასი, როგორც შენი თავი? გიყვარს შენი თავი? შენი თავი გიყვარს, როცა შეუძლოდ ხარ? მაშინაც? როცა რაღაც გტკივა, როცა მშიერი ხარ, როცა ფული არ გაქვს, როცა დაუმორჩილებელი ხარ. ოდესმე ხო ხარ დაუმორჩილებელი? თუ მუდმივად ხარ? როცა არ ხარ ხასიათზე, რომ სხვას ეხლა გაუღიმო, მაშინაც გიყვარს შენი თავი? როცა დამცირებული გზნობ თავს, მაშინაც გიყვარს შენი თავი? გესმით? ზუსტად ესევე, როგორც შენი თავი გიყვარს, როგორ პოზიციაშიც არ უნდა იყო. ხო, მაინც გიყვარს.
ყველა უვლის და კვებავსო თავის სხეულს, იმიტომ რომ უყვარს. ამენ? იმდენად უყვარს, რომ ადამიანი ეგოიზმის ხარისხებში ადის. ეგოს, მე. ალელუია. ყველგან ეცნება რომ თავი წარმოაჩინოს, რატომ? რომ უყვარს. უბრალოდ ფორმები არ იცის. ამენ? ამას ინა თქვი, ხო? აი კოლექტიური სურათი. პირველ რიგში ვის ეძებ იმ სურათში? ვინც ყველაზე მეტად გიყვარს. ამენ? არავინ არ დაიწყებს იქ სურათში. ძებ დედა როგორ მიყვარს ჩემი პასტორი და მოდი პირველ რიგში მას ვნახავ სად არის და მე. ამენ? ზეპასებო, ვინც გიყვარს, გინდა მასთან კონდეს მუდამ დრო. შენ ჩქარობ რო შეხვდე მას. ალო? ეგრეა? ეგრეა? უმნიშვნელოვანესი ობიექტი შენ ხარ და ღმერთი სწორედ ამას გეუბნება. რომ ღმერთი შეიყვარე. მთელი შენი გულით, სადაც სული წერია იქ, უნდა იყოს შვინვით, ანუ შენი განსჯით და გონებით, მთელი შენი არსებით და მოყვასი როგორც შენი თავი. შეიყვარე. მოყვასი ისე როგორიც გიყვარს შენი თავი და ღმერთი იტყვის რომ ყვარები ვარ მას იესოს სახელით და ყველა მოყვარულმა მოყვასის თქვა ამენ ჩვენს უფალს უფალს ებადადდება მას მოდი წამოვდგეთ